ვის გამო ჩაიშალა თოფურიასა და მახაჩევის სუპერბრძოლა თეთრ სახლში. სოციალურ ქსელში მებრძოლების დაპირისპირება მწოვდება. თოფურიას თქმით, მახაჩევმა საბაბი მოძებნა და ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. დაღესტნელი კი ამტკიცებს, რომ ბრძოლა თავად ქართველს შეეშინდა. მოლაპარაკებების დეტალებზე თოფურიას მენეჯერიც საუბრობს. მისი განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არაფერზე შეთანხმებულად მოლაპარაკებები ორგანიზაციასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მახაჩევთან შეხვედრა თავად ილიას და მისი გუნდის არჩევანი იყო. 3 სეივი და 1 გაშვებული გოლი. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. ლივერპული გალათასარაისთან მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. ალისონ ბეკერის ტრავმის გამო მამარდა მერსისაიდერული კლუბის კარს იცავდა. მისი თამაში ჰუსკორტმა 7.1 გოლით შეაფასა. საპასუხო შეხვედრა ენფილდზე 18 მარტს გაიმართება. შეძლებს თუ არა PSG ზედიზედ მეორედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მოლოდინებზე და გეგმებზე ისაუბრა. ყველა მიცის, რომ გამარჯვების უნარი გვაქვს, თუმცა ეს მარტივი ამოცანა არ არის, ამბობს ლუის ენრიკე. მისივე თქმით, ჩელსი რთული მეტოქეა როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დონეზე. PSG-სა და ჩელსის შეხვედრა 11 მარტს გაიმართება. სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსის სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა. ქართულმა ჰიუსტონ როკეტსთან დაპირისპირებაში 30 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. კანადური კლუბი მეტოქესთან 99-113 დამარცხდა. თამაში ყველაზე მეტი 29 ქულა კევინ დურანტმა დააგროვა.